ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა. მრავალ აღდგომას და ეს არის ჩემო ძვირფასებო. თუ გახსოვთ ჩვენი საუბრები დიდ მარხვაში, დიდ მარხვაზე და მარხვის მოსამზადებელ პერიოდზე, ბუნებრივია გაგიჩნდება სურვილი მოისმინოთ ინფორმაცია, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ დიდი მარხვის შემდეგ, როცა უკვე ვიზეიმეთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. მე დეკანოზე გიორგი თევდორაშვილი გახლავართ, ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი და მსურს კიდევ ერთხელ გაგესაუბროთ, გავიაროთ კატეხიზაცია, რამე თუ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა ეს არის წიგნიერი რელიგია, ეს არის გამოცხადებითი რელიგია, ანუ თავად მკვეთრით აღდგომელმა იესო ქრისტემ გამოგიცხადა ყველა ის ჭეშმარიტება, რაც უნდა იცოდეს მართლმადიდებლმა ქრისტიანმა. რა ხდება აღდგომის შემდეგ, როცა უკვე დაასრულდა დიდი მარხვა? სამწუხარო რეალობა გვაუწყებს, რომ თითქმის ყველა ტაძარში ხდება ერთი და იგივე. ადამიანები მასიურად მიდიან ტაძრებიდან და უბრუნდებიან ძველ ცხოვრებას. ეს ძალიან სამწუხარო რეალობა და თითქმის ყოველთვის ასე ხდება. მე ნამდვილად მინდა, რომ ასე აღარ ხდებოდეს და მაგიტომ მინდა კიდევ ერთხელ გავაღვიძო თქვენში სარწმუნოება, ცოდნა, რომ ჩვენ მათ რიგებში არ აღმოჩნდეთ, ვინც ასე მეხსეულად მიატოვა თავისი მშობლიური ტაძარი, მიატოვა მოძღვარი და აღარც ლოცვებს კითხულობს, აღარც ტაძარში დადის, აღარც აღსარებას ამბობს და აღარც ეზიარება. სამწუხაროდ მათ გონიათ, რომ რაღაც გარკვეული მოვალეობა შეასრულეს, რაღაც გარკვეული ღვაწლი იტვირთეს, მიიღეს მადლი და მათ აღარ ჭირდებათ ღმერთთან ურთიერთობა. პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ დიდი მარხვის შემდეგ, როცა ჩვენ დიდი სიხარულით ვიზეიმეთ ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ეს არის, რომ ჩვენ მადლი, რომელიც 47 დღის განმავლობაში მივიღეთ, უნდა მადლს გაფრთხილება, უნდა აკუმულირება, რომ ერთი ხელის მოსმით წყალში არ გადავყაროთ ყველა ის შრომა, ჯაფა, რაც ჩვენ გავიარეთ. და სამწუხაროდ ასე ხდება. მამაკაცები ზედმეტი ჭამასმით და ქალბატონები განკითხვით და ჭორაობით, ასე თქვათ, ყველაფერს ივიწყებენ. ეს ასე არ უნდა მოხდეს. მადლი არის ის ღვაწლის შედეგი, იმ ღვაწლის შედეგი, რომელიც ჩვენ გარკვეული საკვების აკრძალვის შემდეგ მეტანიებით, ლოცვებით მივიღეთ. ანუ მადლი არის ცოდვებისგან განშორება. ჩვენ ბევრი ცოდვები მოვინანიეთ, ბევრ ცოდვაზე თქვით უარი, მავნე ჩვევებზე, შევცვალეთ გარკვეული მანკიერებები, მაგრამ როგორც კი დასრულდა მარხვა, თითქოს კომპენსაცია გაუკეთეთ ჩვენ თავს და ერთ ბაშად უცებ ყველაფერი წყალში გადავყარე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი საუბარი ყველა ქრისტიანს არ ეხება და მადლობა ღმერთს რომ არ ეხება, მაგრამ თამამად ვიტყვი მცირე ჩემი გამოცდილებიდან, რომ ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც ასე მხურვალე გულით აღდგომა ღამეს შემართებით, ასე თქვათ, შეზახებდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა, რამხელა სიხარული იყო გაიხსენეთ, რამხელა მოლოდინი იყო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ცეცხლის სახში წაღების, რამხელა ბედნიერება სუფევდა ჩვენ სულებში, ჩვენს გულებში, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ დღეს და ხვალ იგივე არ ხდება. უკვე ერთი კვირა გავიდა ფაქტიურად ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ და იგრძნობა მრევლის შეთხელება. ტაძრებში დარიგდა არტოსი, აქავე დავძენ, რომ არტოსი არის წმინდა პური, არტოსი ბერძნულად ნიშნავს პურს და მოციქულებში მაცხოვრის ამაღლების და სულთმოფენობის შემდეგ იმდენად დიდი იყო მოლოდინი და სიხარული მისი მეორედ მოსვლის, რომ ისინი როდესაც იკრიბებოდნენ ტრაპეზზე, ერთი ადგილი იყო მაცხოვრისთვის დატოვებული, იქ იდო პური
და ისინი ამ პურს აღამაღლებდნენ და ყოველთვის იყო მოლოდინი იესო ქრისტეს. ასე უნდა იყოს ჩვენშიც. ჩვენ არ ვიცით, როდის გავიყვანს უფალი ამ სოფლიდან, როდის მოხდება ჩვენში სულის გასვლა, ანუ ჩვენთვის მაშინ უკვე იწყება მეორედ მოსვლა და ამიტომ მოლოდინი არ უნდა შეწყდეს ჩვენში უფალთან შეხვედრის, ანუ მასთან მიახლების. მაგრამ კიდევ დავძენ ეს ვიდეო რგოლი ზუსტად აი ამ გულის ტკივილს მინდა მიუძღვნა, რაც ყოველ წელს და რაღაც სამწუხაროდ მეორდება სრული სიზუსტით, არაფერი არ ისულება. მე ყველას ვევედრებდით, ხო, ქადაგებაში ხანდახან ცოტა მკვახეთაც აღნიშნავ ხოლმე, რომ არ გაიქცეთ, არ მიატოვოთ მოძღვარი და ტაძარი, მაგრამ ყოველთვის სამწუხაროდ ერთი და იგივე მეორდება და ადამიანს ავიწყდება, რომ აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე იესო ქრისტე არის ჩვენთან. გადმოგვითარგმანებს წმინდა წერილს, რაც ითქვა და დაიწერა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ. თქვენ ხედავთ, როგორ მრავლდებიან მთელს ევროპაში და რუსეთში მუსლიმანები. შედით ინტერნეტ სივრცეში და ნახავთ, როგორ ლოცულობენ, როგორი მხურვალე ლოცვა აქვთ მუსლიმანებს. თან მამაკაცები, ახალგაზრდა მამაკაცები ქუჩებში დგანან და თავის რაღაცა უაზრო რიტუალებს აღასრულებენ. და ამ დროს ჩვენთან ძირითადად ქალბატონები დადიან, ისიც შუა ხნის, ახლა უნდა კიდევ მეორე არ გეწყინოთ არავის ეს ყველას და ყველა ტაძარს არ ეხება, მაგრამ მე ვიძახი უმრავლესობაზე. ჩვენთან იგრძნობა ხალხის ნაკლებობა, ჩვენთან იგრძნობა გულგრილობა და ჩვენთან იგრძნობა უმადურობა, რომ ღმერთმა რომელმაც ჩვენ გვაკურთხა, დაგლოცა, მოგვიყვანა ეკლესიაში, მოგცა საკუთარი სისხლი და ხორცი და გვაზიარა ამ უდიდეს სიწმინდეს, ძალიან მარტივად ხდება ამ ყველაფრის დავიწყება. აღდგომის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ არის კვირაცხოვლობა, თომას კვირა, რომელიც უკვე ჩვენ ვიდღესასწაულეთ, აი არტოსის დარიგება ხდება მაშინ და გავიხსენეთ ეგრეთ წოდებული ჭალებში ურწმუნო თომა არ იყო ურწმუნო, უბრალოდ მან ყველა მოციქულის ფიქრი, დარდი და ეჭვი, ასე თქვა, გაამჟღავნა, რომ ყველა მოციქულს ეყარებოდა ეჭვი, ნამდვილად იესო ქრისტე იყო ის თუ რაღაც გარკვეული გამოცხადება. და ამიტომ მას ერთი კვირის შემდეგ მოუხმო აღდგომილმა ქრისტე, როცა ეახლა მოციქულებს და უთხრა შემეხე თომა, შენი თითით გვერდში, სადაც ჰქონდა მაცხოვარს ჭრილობა და როდესაც შეეხება თავისი ხელით მოციქული თომა, ხმამაღლა შეძახებს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, მაგრამ არ შეაქებს უფალი თომას და ეტყვის, რომ ურწმუნო კი არა, არამედ მორწმუნე იყავი შენ შემეხე და იწამე, მაგრამ ნეტარ არიან ის ადამიანები, ის ქრისტიანები, ვისაც არ უნახივარ და წამვარ. აი ეს სიტყვები არის ნათქვამი ჩვენზე, ჩვენ მაცხოვარი. ხოთ ხატებზე ყავს ნანახი, მაგრამ წამს და გვჯერა, რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, იგი არის ძეხვთვისა, იგი არის წმინდა სამების განხორციელებული, ხორჩესხმული ჰიპოსტასი, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი სასხონებისათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა და ქალწულისაგან მარიამისა განკაცდა. და თუ ეს ჩვენ გვწამს, როგორ შეიძლება ვივატოვოთ ტაძარი, როგორ შეიძლება ჩვენ აღარ გაგვიჩნდეს სრული აღსარების, თქმის და წმინდა ზიარების მიღების. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ტაძარში. დღესასწაულია თუ არ არის დღესასწაული, მარხვა თუ არ არის მარხვა, კოცონი, რომელიც აღდგომა ღამეს საკურთხეველში აინთო და ჩვენს გულდებში გადმოვიდა, რომ არ ჩაქრეს და რომ არ განელდეს, ზუსტად საჭიროა ყოველ კვირას ვიაროთ ტაძარში. წელიწადში თუ არ ვცდები 52 კვირა და ყველა კვირა არის აღდგომის დღე. კვიროს არის უფალი და კვირა დღე ნიშნავს, რომ ეს არის უფლის დღე. და როდესაც გათენდება კვირა დღე, შენ უნდა გახსოვდეს, რომ საუნჯე შენი არის ზეცაში და ამიტომ უნდა წახვიდე წირვაზე. თუ შენი საუნჯე არ არის ზეცაში და მიწაშია დაფლული, მაშინ შენ წახვალ ასე თქვათ ბაზრობაზე ან სხვაგან ისეთ ადგილზე, სადაც უფრო ხორციელ მატერიალურ საკითხებით იქნები დაკავებული. გთხოვთ,
გეხვეწებით, გემუდარებით, ჩემო ძვირფასებო, გაუფრთხილდით მადლს, რომელიც თქვენ აღდგომის მარხვაში და აღდგომა ღამეს მიიღეთ. იქადაგეთ სარწმუნოება სიტყვით, საქმით, ცხოვრების წესით, იკითხეთ სახარება. მე ვეცდები, რომ ასეთი ვიდეორგოლები კიდევ ჩავწერო და ამ ვიდეორგოლების შინაარსი იქნება თქვენი განსწავლა, თქვენი კატეხიზაცია. ერთხელ ვიკითხოთ სახარება და გთხოვთ კომენტარებში თქვენი აზრი მომწერეთ, თქვენი შეკითხვები მომწერეთ, გინდა თუ გერიდებათ პირადში მომწერეთ, მაგრამ კარგი იქნება რომ პოსტების სახით კომენტარებში თქვენი აზრი გამოთქვათ, რომ სხვა ადამიანებმაც გაიგონ იმ შეკითხვების შესახებ და თქვენი აზრი ყველასთვის იყოს ცნობილი. დრო ძალიან მოკლეა, პავლე მოციქული ბრძანებს რომ გამოისყიდეთ დრო, რამე თუ ბოროტ არიან დღენი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. წუთი სოფელი ბინდია და ბინდდება უფრო და უფრო, როგორც ქართული საგალობელი შეიძლება ითქვას ხალხური საგალობლად იქცა ეს და ყველა მაიტაცა. გეხსენებათ რომ ეს გახლავთ იმ წყინვალე ადამიანის წყინვალე გმირის მიხა ხელაშვილის სიტყვები, რომელიც სამწუხაროდ შემდგომში იყო დაკარგული და განაცხადეს როგორც ხალხური ლექსი, მაგრამ ეს არის აი ამ წყინვალე ადამიანის შეიძლება ითქვას თამამად ის იყო დიაკონი, ნათქვამი, რომელიც ჩვენს გულებში ხშირად უნდა ისმოდეს, რომ ჩვენ ყველა სიკვდილის შვილები ვარ და ყველაზე კარგად ეს ადამიანს მოეხსენება, როცა გადის საფლავზე. მე მახსოვს სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ რამხელა სასობი იყო დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან მანქანების კოლონები მოდიოდა და საათობით ჩვენ ვიდექით, ასე ვთქვათ, გზებზე, მაგრამ ბევრი წუხდა, მე კი მიხაროდა, რომ ამდენ ადამიანს გააჩნია ცხოველი სარწმუნოება. კი, შეიძლება თლათ ბოლომდე მათ არ ესმით რა გააკეთეს, როცა კვერცხი და პასკა გაიტანეს საფლავზე, მაგრამ ისინი ხვალე მოვლენ ეკლესიაში, ისინი პოტენციური მრევლი არიან. ერთი წუთით დავფიქრდი, რომ ეს ადამიანები ნეტა იყვნენ თუ არა აღდგომა ღამეს ლიტანიობაზე, ნეტა მარხვა შეინახეს თუ არა და მიიღეს წმინდა ზიარება, მაგრამ თუ წელს არ გააკეთეს ეს, მე მჯერა რომ მომავალ წელს ამ ადამიანებიდან უმრავლესობა მოვა ტაძარში და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებენ ხორციელ ცხოვრებას, ხორციელ ბნებებს და იმ უკეთურ ზრაღვებზე იზრუნებენ და ფიქრებზე, რომლითაც სავსეა მათი გონება, მათი სული და გული და ჩვენ ქართველები და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი მოვა ტაძარში, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა ჩვენი ქვეყნის აყვავება, აღორძინება, განმტკიცება და ჩვენ ამას ველოდებით გარკვეული პარტიებიდან. პარტიები ამას ვერ გააკეთებენ, ეს უნდა გააკეთოს დედა ეკლესიამ. ამაზე გადაგებს ჩვენი კათალიკოს პატრიარქი. აბა წაიკითხეთ სააღდგომო ეპისტოლეში რამდენი სიბრძნე იფრქვევა ჩვენთვის, მაგრამ ზოგიერთ თქვენთაგანს არ გეწყინოთ, შეიძლება არც კი წაგიკითხავთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე და თუ კითხვა გეზარებათ, ჩანაწერი არსებობს ინტერნეტში და ჩანაწერი შეგიძლია მოისმინოთ. თუ რამე ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ თქვენ მოძღვრებს შეეკითხოთ. ასე რომ ძალიან საყურადღებო დღეებია, ზატიკიქვია, ანუ ხსნილი აღდგომიდან ამაღლებამდე და იმის მაგივრად რომ ჩვენ ტაძრებში დავდიოდეთ, გალობდეთ და გვიხაროდეს მოწყალებას აღვასრულებდეთ, აი ამ დროს მაპატიეთ, მე ვერ გავკადნიერდები და პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლედან მოუხმობ სიტყვებს, ღორი ტალახიან გუბეს უბრუნდება და ძაღლი თავის ნარწყევს. ნახეთ რა მკაცრად არის ნათქვამი. ზუსტად ეს სიტყვები არის იმ ადამიანებზე ნათქვამი, ვინც აღდგომის მარხვა შეინახა, ვინც ეზიარა, ვინც იყო აღბრთოვანებული ამ ბრწყინვალე დღესასწაულით და დღეებით და ძალიან მალე, ძალიან მარტივად ფეხქვეშ გათელა თავისი ღვაწლი და მადლი, რომელიც მიიღო, უკვე ფაქტიურად აღარ დარჩა არაფერი. ამიტომ ესე ვთქვათ, ვისურვე ამ ვიდეორგოლის ჩაწერა და ამიტომ მინდა რომ შეგაღვიძოთ, შეგაწუხოთ თქვენი
ყურადღება მივიპყრო და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოძღვარი შეეხება ამ თემას კვირის ქადაგებებში. საინტერესო კვირებია, როგორი საინტერესო კვირებიც იყო მოსამზადებელი პერიოდში, ასეთივე საინტერესო კვირები გახლავთ აღდგომის შემდეგ. თომას კვირა, მენელსაცხებლე, დედების კვირა და არა მარტო დედების, ანუ იმ ადამიანების, ვინც განსაკუთრებული ღვაწლით და სიყვარულით გამოირჩევიან ეკლესიის და მოძღვრების მიმართ. საოცარი კვირა, შემდგომში იქნება სამარიტელის კვირა, სამარიტელი აი იმ სუბოქი ყოფაქცევის ქალთან საუბარი, დიალოგი საოცარია მაცხოვრის აიკითხეთ და შემდგომში კიდევ შევეხებით მომდევნო კვირებს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ითქვა, ეს ყველაფერი ჩვენთვის დაიწერა, მაგრამ არ მინდა დარჩეს ხმა ღაღადებლისა უდაბნოსა შინა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან გამძვინვარებულია ბოროტი, ცდილობს რომ ის დარტყმა, რაც მაცხოვრის აღდგომით მიიღო მან, აწუხებს ძალიან და ის ყოველ წუთში და ყოველ წამში ეცდება ჩვენს სტუნებას. ის ეცდება რომ დაამხოს ჩვენი მცირე ღვაწლი. ის ყველაფერს გააკეთებს რომ ჩვენში ჩაკლას ის სიხარული, რაც აღდგომა ღამეს მივიღეთ და ის გარკვეული მადლი, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენთვის. ნახეთ რას ამბობთ პავლე მოციქული, რომ ბოროტი, როგორც მდღვინავი ლომი, დადის და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. ესე იგი, ყველაზე სასტიკ მხეცს არის შედარებული ბოროტება პავლე მოციქულის მიერ, ამით დაგვანახოს, რომ ის ძაღლივით კი არ არის, თქვათ, ან მგელივით, არამედ როგორც მდღვინავი ლომი, ისეთ ხმებს გამოსცემს და ისეთი შემართებით და სიძლიერით ცდილობს ჩვენ დამხობას, ჩვენ განადგურებას, ჩვენ შეცდომაში შეყვანას და ჩვენ ყავს აღდგომილი მაცხოვარი. თუ ღმერთი არ დაუშვებს, არაფრის გაკეთება არ შეუძლია ბოროტებას. ძალიან უსუსურია ბოროტი, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ მას ყველანაირ ზეგავლენის უფლებას და ჩვენ ვაძლევთ მათ ხელმწიფებას, რომ შემოვიდეს ჩვენში. ის ღორების კოლჩიც კი ვერ შევიდა, სანამ უფალმა არ მიუშვა. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, ჩემო ძვირფასებო, თქვენი ყველა სიტყვა, ყველა თქვენი საქმე გააკონტროლეთ, რომ არ აღმოჩნდეთ ბოროტების კლანჭებში. ადამიანმა, რომელმაც მიატოვა სახარების კითხვა, ადამიანმა, რომელმაც მიატოვა ლოცვა, ადამიანმა, რომელმაც მიატოვა ტაძარი და მოძღვარი, ის თავისი ნებით გადადის ეშმაკის, ანუ ბოროტის მორჩილებაში, რომელიც ამ ადამიანს ძალიან ძიმე მდგომარეობაში აქცევს. აბა, კარგად მოიხედეთ, რამდენი ადამიანი არის გარდიანი, რამდენი ადამიანი არის დეპრესიაში, რამდენი ადამიანი დადის სევდიანი თვალებით და გამომეტყველებით, რატომ? ეს იმიტომ, რომ მათ არ აყავთ ღმერთი. ისინი არ იცნობენ იესო ქრისტეს, ისინი იცნობენ მხოლოდ ხატებზე გამოსახულ ღმერთს და ბოლომდე არც ესმით, ვინ არის იესო ქრისტე და რა უნდა მას ჩვენგან და რა ურთიერთობა უნდა გქონდეს ჩვენ მასთან. გთხოვთ, დაბრუნდით ტაძრებში, გთხოვთ, ილოცეთ, თქვით აღსარება, ეზიარეთ, რომ თქვენში იყოს სიყვარული, თქვენში იყოს სიხარული, თქვენში იყოს სულის სიმშვიდე, რომ თქვენ იყოთ ერთხელ და სამუდამოდ ბედნიერი ადამიანები, რომ თქვენ სახეზე იყოს არეკლილი სიხარული და ნეტარება, დიახ, ნეტარება არ გაგეცინოთ ახლა ამაზე, ნეტარება სახარების ენაზე ეს არის ბედნიერება, ანუ კმაყოფილება იმისა, რაც გაგაჩნია, რომ ხარ მართლმადიდებელი, რომ ცხოვრობ საქართველოში, რომ ყავს ოჯახი, რომ ცხოვრობ ოჯახში და რომ არ ხარ, ასე თქვათ, ეშმაკის კლანჭებში და რომ შეგიძლია მიხვიდე უფალთან. მადლობა ღმერთს, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთი გათენებული დღისთვის, მადლობა ღმერთს, რომ ის არის ჩვენთვის განკაცებული ღმერთი, ჩვენთვის ჯვარცმული, აღდგომილი და ამაღლებული და კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოგმართავთ ღვთოვნით, არ მიატოვოთ ლოცვა, არ მიატოვოთ ტაძრები, დაბრუნდით, ერთად ვიზეიმოთ ყველა ის კვირა, რომელიც აღდგომის შემდეგ არის დადგენილი, ერთად ვიზეიმოთ დიდი მამების და დედების ხსენება და დამერწმუნეთ
თქვენ უკეთესები გახდებით, ვიდრე დღეს ბრძანდებით. ჩვენთან არის ღმერთი.